მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ძალიან საინტერესოდ განვითარდა პროცესები გასულ კვირას, ჩვენ ამაზე პრინციპში არ გაგვიმახვილებია ყურადღება და მინდა თქვენი ეს ყურადღება მივიპყრო იმ შეხვედრისკენ, რომელიც შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ამერიკის ელჩ დანიგან შორის და ფაქტობრივად ამით აი ამ შეხვედრით ეხა თითქოს დიდი არაფერი ეხა ელჩი მინისტრი ხდება და ამითი რაღაც სიახლე და რაღაცა თითქოს არაფერი არ უნდა იყოს განსაკუთრებული, მაგრამ იმ დაძაბულობის შემდგომ, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, ეს მართლაც საინტერესო იყო ეს ვიზიტი, იმიტომ რომ კარგად მოგიხსენებათ, არჩევნების შემდგომ ოპოზიცია არალეგიტიმურად მოიხსენიებდა დღევანდელ ხელისუფლებას და ამერიკის საელჩოც ფაქტობრივად რაღაცა ტაიმ-აუტის რეჟიმში იყო. აქედან გამომდინარე, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო არის. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რის მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა. ითქვა, რომ ქვეყნებს შორის 10 წლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად. ეხლა ამითი დასრულდა აი ეს საგა ოპოზიციისა, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ არალეგიტიმულია ეს ხელისუფლება, რომ ამერიკა ჩვენ გვიჭერს ხარ. საპნის ბუშტივით გასკდა ეს მითი, აი ამ შეხვედრით. თვითონ ამერიკის საელჩოს გვერდზეც იყო ინფორმაცია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ამერიკის ელჩი და მაინტერესებს ეხლა თქვენ რას აპროტესტებთ ამის შემდგომ, მინდა მივმართო აი ამ ნაც მარგინალებს და ვინ არის საერთოდ თქვენს გვერდით? ამერიკა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ცნობს. მთელი ესე იგი ცივილიზებული მსოფლიო, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, აფრიკა, აზია, ევროპული ქვეყნები ყველაფერ ამას ცნობენ. ის ქვეყნებიც კი, გერმანია, საფრანგეთიც არ თვლის, რომ ეს არალეგიტიმური არჩევნებია, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი სტუმრობს ევროპას. აი, რო გამოდიხართ და რო ლაპარაკობთ არალეგიტიმური მინისტრი, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე, ვინ გიმაგრებთ თქვენ ზურგს და ვინ არის თქვენი მოკავშირე საერთოდ სოფლიოში? ამერიკა ხელისუფლების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ არაყენებს, ევროპა, აზია, აფრიკა, აი ვის ახმოვანებთ თქვენ? ვის და ერთი მუჭა ნაძირლების, რომლებიც ხელისუფლების კი არა ქვეყნის წრეები არიან. ხელისუფლება შეიძლება არ მოგწონდეს ადამიანს და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომ ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ეს ხალხი არის ქვეყნის ფაქტობრივად წრეები, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, როდესაც შენ გსურს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ ნაბიჯები გადადგა და შენ როცა ხელისუფლებას არალეგიტიმურს უწოდებს, ის აფხაზი და ოსიც არ დაგელაპარაკება, იმიტომ რომ გეტყვის, რომ შენ როგორ უნდა დამელაპარაკო, მე თვითონ ხარ ფაქტობრივად ხელისუფლება, რომელსაც შიგნით არ აქვს არანაირი მხარდაჭერა. ძალიან საინტერესო და ვფიქრობ, რომ საყურადღებო იყო ეს შეხვედრა დანიგანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. ბევრმა ქართული ოცნების დეპუტატმა ისიც კი დაწერა, ღმერთო დაიფარე საქართველო, ღმერთო დაიფარე ამერიკა, ეს ცნობილი ფრაზა გახსოვთ ალბათ ბორის ელცინი რო გამოვიდა კონგრესში და რო თქვა ღმერთო დაიფარე ამერიკაო და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ არაფერი არ გაგვაჩნია.
როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ პრეზიდენტებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ვინმე ან იგივე დასავლეთის წინააღმდეგ ვინმე არის განწყობილი. ჩვენ გვსურს, რა თქმა უნდა, კეთილმეზობლური პარტნიორული ურთიერთობა ყველასთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ეს უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის და ასევე იმ აღიარებული პრინციპების საფუძველზე, რომელიც არის ფუძემდებლური დემოკრატიულ სამყაროში. არ შეიძლება რომ მაგალითად, როდესაც ქვეყანაში რაღაც პროცესები მიდის, გამოხდეს ელჩი და საშინაო საქმეებში ერეოდეს ქვეყნისა. არ შეიძლება, როდესაც პროცესი მიდის სასამართლო პოლიციელისზე ხელის აღმართველი ქალბატონისა, დამნაშავე ბრალდებული ქალბატონისა, მიდიოდეს საფრანგეთის ელჩი ბათუმში და პროცესზე სოლიდარობას უცხადებდეს, აი ამ ზია ამაღლობებს. აი ამას არც ერთი ქვეყანა არ მოითმეს. ეხლა იგივე თურქეთში, აზერბაიჯანში ესეთი რამე ელჩი აი ესეთი რამე რომ ელჩმა გააკეთოს, ის ელჩი გაწვეული ხდება ამ ქვეყნებიდან. ვერავინ ვერ მოითმეს ამას, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ეხლა სახელმწიფოს ხერხემალი არის პოლიცია. უზრუნველყოფს ის ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და შენ სილა ამ შემთხვევაში აჭარის პოლიციის უფროსს კი არ გააწნეს. გააწნეს საქართველოს, იმიტომ რომ პოლიცია უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს, სტაბილურობას და არავის არ აქვს უფლება, რომ ხელი გააწნას მას. მეც თქვენ შეიძლება რაღაცა პრეტენზიები გქონდეს რიგი გადაწყვეტილებების მიმართ სამართალდამცავი სტრუქტურებისთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის სასამართლოში გასარჩევი, ეს არის სხვადასხვა სტრუქტურებში და არა რომ ახლა მე რამდენჯერაც არ მომეწონება მოქმედება ამა თუ იმ სტრუქტურის აღდგენა უტყაპუნო ხელები და ამ ხელების ტყაპუნის გამო ლიკვიდაცია იქნებოდა ამერიკაში. ახლა ამერიკაში ვინმე რომ ხელი შეეხოს პოლიციას ადგილზევე ლიკვიდაციას მოახდენენ იმ ადამიანისა და მადლობა თქვას მზია ამაღლობელმა და კიდე იმ ადამიანებმა, რომლებიც აი ესე ხელებს უტყაპუნებენ პატარა ბავშვები, აი ესე რაღაცა თითქოს აი ამ პოლიციელებს. ანუ ჩვენ ეხლა ვფიქრობთ, რომ უკვე ახალი ერა იწყება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების. ეხლა ვინმეს თუ გონია დანიგარი თავისით მივიდა საგარეო უწყებაში, ეს ძალიან ცდებით. რომ არ ყოფილიყო ტრამპი პრეზიდენტი, დანიგანი იგივე პოზიციაზე იქნებოდა, იგივე პოლიტიკას გაატარებდა, რასაც აქამდე აკეთებდა. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, მაგალითად, კელი დეგნანი, როდესაც ჩამოვიდა თბილისში და მაშინ ტრამპის მიერ იყო გამოგზავნილი, ტრამპს მაშინ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოს მიმართ, როგორ აგინებდნენ კელი დეგნანს აი ეს ოპოზიციის ლიდერები, თან უშვერი სიტყვებით და მოითხოვდნენ მის გაწვევას. როგორც კი შეიცვალა პრეზიდენტი ამერიკაში და გახდა ბაიდენი, კელი დეგნანიც გახდა სხვა პოლიტიკის გამტარებელი. აი ესეც არის, ეხლაც ესე არის. დავინახეთ, აგერ მივიდა კონსტრუქციულად დაიწყო დიალოგი. რამდენი რაღაც ისეთი თემა იყო ქვეყანაში ამ ბოლო პერიოდში ტრამპის არჩევის შემდგომ, ერთხელ არ გამოსულა საელჩო და განცხადება არ გაუცელებია. აი ეს არის უკვე ცვლილება. რომ ელჩი გამოხატავს ქვეყნის პოზიციას და უკვე ეს მესიჯი, რომელიც გაცხადდა აი აქ ხა ამ შეხვედრით, ნათლად მოწმობს იმას, რომ საქართველოს და ამერიკას შორის იქნება პარტნიორული ურთიერთობა და რომ ისინი ისე უხეშად არ ჩაერევიან ჩვენ საქმეებში, როგორც ეს ადრე მოხდა. მე არ ვარ ეხლა იმ ილუზიებში, რომ ეხლა ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ და ამერიკა მაგალითად საქართველოს წვანე შუქს ჩაუნთებს რაღაცა რუსეთთან ურთიერთობაში, ამას ცოტა ფრთხილად ვეკიდებ, იმიტომ რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ კლავაც იყოს ირიბი მითითებები, რომ აი ჩვენს გარეშე არ დაელაპარაკოთ, მაგრამ ის დაწოლა აღარ იქნება, რაც აქამდე იყო და ეს არის მოსალოცი ამბავი, იმიტომ რომ ეხლა ქალბატონი კელი დეგნანი ბოლოს ავტოფარეხების საკითხსაც კი არჩევდა ვაკეში. იმ დონეზე იყო ჩარევა ჩვენ ქვეყნის საქმეებში. წარმოგიდგენია თქვენ, რომ ავტოფარეხი ვის უნდა შეხვედროდა ვაკეში, ეს იყო კელი დეგნანის გასარჩევი. და ეს ისტორიას ჩაბარდა, სანამ ტრამპი იქნება დარწმუნებული ვარ, რომ აი ესეთი დამოკიდებულება აღარ იქნება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამას მე გილოცავ უცხოელ ტელემაყურებლებმა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის მიმართ უკვე აღარ განხორციელდება დაწოლა და ალბათ ევროპული ქვეყნის ელჩებიც უკვე სხვა რიტორიკას აირჩევენ, იმიტომ რომ
ამერიკა არის გამსაზღვრელი საგარეო პოლიტიკისა და როცა ამერიკა ესეთ ზომიერ პოზიციას იჩენს, უკვე ის ევროპელი ელჩებიც უკვე ცვლიან თავიანთ რიტორიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმართან სტუდიაში პოლიტოლოგი, პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის პოლიტიკური მდივანი ბატონი ირაკლი უბილავა ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. და არ ვიცი, აი მოდი ამ თემით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეფასებას მისცემთ აი ამ შეხვედრას? მე ვფიქრობ, რომ ეხლა მნიშვნელოვანი იყო და ფაქტობრივად ისტორიულიც ეს შეხვედრა იმ დაძაბულობის შემდგომ, რაც იყო ორ ქვეყანას შორის, იმიტომ რომ ხედავდით, რომ საელჩოც ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად ძალიან უკიდურესად ისეთ განცხადებებს აკეთებდნენ შემაშფოთებელს და ფაქტობრივად ოპოზიციას უჭერდა მხარს ბაიდენი და მისი გუნდი და ეხლა ხედავთ რომ შეიცვალა დამოკიდებულება. კი ბატონო, იცით რა, ზოგადად ამერიკის საგარეო პოლიტიკა არის ძალიან პლურალისტური, გააჩნია რაღაცა პერიოდი, ერთ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები გააჩნია ამ სახელმწიფოს, გარკვეული პერიოდების გასვლის შემდეგ შეიძლება მოხდეს მათი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ტრანსფორმირება და სხვა მიმართულებაზე მისი გარდაქმნა, სხვა მიმართულებით გარდაქმნა ამ საგარეო პოლიტიკის. ეს ბოლო ელჩი, რომელიც დღეს საქართველოშია, მე მახსოვს და ბევრს წაგვიკითხავს, ვიცით, რომ თუ რა ფუნქციებით იყო დატვირთული და რა საგარეო პოლიტიკურ პოზიციაზე იდგა ამა თუ იმ ქვეყნების საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. საერთოდ ეს ქალბატონი მონაწილე იყო ბევრ ისეთ პროცესში, რომელიც ქვია სახელმწიფო და გადატრიალებების სხვა ქვეყნებში. იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბელორუსი ღებულობდა მონაწილეობას. ნუ მაშინ ელჩი არ იყო, რა თქმა უნდა, თუმცა იქ ღებულობდა ეს ქალბატონი მონაწილეობას და სხვადასხვა ძალიან ჭკვიანი ქალბატონია. თუმცა თქვენ სწორად ბრძანეთ დეგნანის შემთხვევაში, გვახსოვს ხო 2019-ში ჩამოვიდა მგონი ეს დეგნანი და ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ერთ საგარეო პოლიტიკურ პოზიციაზე იდგა, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და ამ გლობალისტების მოსვლის შემდეგ მისი ასე ვთქვათ დამოკიდებულება ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართაც შეიცვალა. ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ჩვეულებრივი მიდგომა. დაახლოებით იგივე დღესია დღეს ეს ჩვენი ახალი ელჩი, ნუ ახალი რა, ეს ბოლო ელჩი ამ დღევანდელ სიტუაციაში. ისიც მახსოვს, რომ ეს ქალბატონი არჩევნებამდე რამოდენიმე tweet ადრეს სპეციალურად იქნა გამოგზავნილი, ყოველ შემთხვევაში ასე იწერებოდა და მისი ამოსავალი წერტილი მთავარი, ესე ვთქვათ, მისი მოქმედებების მის მიმართ მიცემული დირექტივის მთავარი ამოცანა ეს იყო, როგორმე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება. თუმცა, ნუ, სხვადასხვა სუბიექტურმა და ობიექტურმა ფაქტორებმა განაპირობა ისე, რომ ვერ მოახერხეს ამ გლობალისტებმა ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ ვიცით როგორ წარიმართა პროცესები, თუმცა ძალიან რთულად იყო, თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ბაიდენის ხელისუფლება დარჩენილიყო, ის გლობალისტების ადმინისტრაცია რო ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებოდა ქართულ ოცნებას ამ ძალაუფლების შენარჩუნება. მოგვიწევდა სერიოზულ პროცესებს ნახავდით და შესაძლოა ამას გამოიწვია ის უბედურება, რაც უკრაინაში მიმდინარეობს დღეს. თუმცა ეს არ მოხერხდა. რაც შეეხება ჩვენ გვახსოვს, რომ ეს საელჩო დღევანდელი საელჩო და ელჩის პირობებში ხმას არ იღებდნენ ბოლო რაც ტრამპი მოვიდა და განსაკუთრებით მისი ასე ვთქვათ ინაუგურაციის შემდეგ საერთოდ გაჩვენებული იყო ეს. თუმცა ნუ სავარაუდოდ თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ის არის წარმომადგენელი შეერთებული შტატების აქ და ის იძულებულია დაემორჩილოს იმ დირექტივებს, რაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოსდით ამათ. შესაბამისად მოხდა უკვე როგორც აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის შეცვლა, ეს ყველა მისცის და თუ ტრამპის განცხადებებს, ბიოს განცხადებებს ჩვენ გადავხედავთ, მათი გადამისამართება ხდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისაკენ. ნუ პირველი ფაქტორი ეს არის ჩინეთის ფაქტორი და შესაბამისად ეხლა ამ ეტაპზე ამ ადმინისტრაციას და სახელმწიფო დეპარტამენტს მაინც და მაინც თავის ტკივილი არ სურს ამ ევრაზიის კონტინენტზე რამის პროცესების განხორციელებისა. და ჩვენ ხედავთ, რომ ევროპის მიმართებითაც მათი გავლენა ძალაუფლება შესუსტებულია. ბატონო ირაკლი, აი სანამ უშუალოდ აი გლობალურ პოლიტიკას შევეხებით და სოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ალბათ თქვენს დაგაინტერესებთ, როგორი გამოეხმაურა
აი ეს ნაცმედია აი ამ შეხვედრას კელი აი ამ დანიგანისა და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის შორის ის რეაქციები, რომელიც თან ახლდა ამ შეხვედრას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უამრავჯერ შეხვედრია ელჩი და ეს არაფერი გასაკვირი არ არის, მაგრამ ეს არის ისტორიული შეხვედრა, იმიტომ რომ ფაქტობრივად საგარეო ვექტორი შეიცვალა ამერიკისა ბაიდენის შემდგომ ბევრი მიმართულები და ისინი ფაქტობრივად აღარ ცნობდნენ ხელისუფლებას, ესე პირდაპირ არ ამბობდნენ არალეგიტიმური არის, თორე ამბობდნენ რომ აი პოლიტპატიმრები, უფლებები ირღვევა და იქითკენ მიყავდათ საქმე რომ მართლაც ეს ქალი იმიტომ გამოუშვეს რომ აქ უნდა მოხდარიყო ხავერდოვანი გადატრიალება როგორც ბევრ ქვეყანაში მოხდა და ალბათ დაგაინტერესებთ ახლა რეაქციები უშუალოდ ნაცმედიისა აი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. პირველი შემთხვევა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდა შეერთებული შტატების ელჩი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს და პირველების ინფორმაციით ვიდრე რობინ დანიგანი მაკა ბოჭორიშვილს შეხვდებოდა ის იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში და მან ვაშინგტონში პირადად მოისმინა საქართველოში ხელისუფლების შესახებ და საქართველოს შესახებ ახალი ადმინისტრაციის პოზიცია და დამოკიდებულება და დაბრუნების შემდეგ პირველი შეხვდა სწორედ მაკა ბოჭორიშვილს. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და სამინისტრომ ამერიკის საელჩომდე დაწერა, რომ შეხვედრა შეეხებოდა ურთიერთობებს. თუმცა ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული მოკლე განცხადება იმას ცხადყოფს, რომ საუბარი რეალურად შეეხებოდა იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ ურთიერთობები ზოგადად არსებობდეს შეერთებულ შტატებთან, რადგან ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა საქართველოს მხრიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახოს სურვილი, რომ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად სურს ურთიერთობის გაუმჯობესება სტრატეგიულ პარტნიორთან, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ფაქტობრივად არ არსებობს ქართული ოცნების პოლიტიკის გამო. ამავე შეხვედრაზე, როგორც ამერიკის საელჩო ამბობს, ქართულ ოცნებას განემარტა, თუ რა არის ამერიკის პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივანის მთავარი პრიორიტეტები და რის შესრულებას ითხოვს შეერთებული შტატები ქართული ოცნებისგან სამომავლოდ. სასტუმრო შერატონში. დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები. ასევე ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება. რატომ შეხვდა დანიგანი საგარეო საქმეთა მინისტრს, არის თუ არა ეს ქართული ოცნების აღიარება თუ დიპლომატიური მისიის ფუნქცია? ეს კითხვა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები გავრცელდა და ინფორმაცია გავრცელდა, სხვათა შორის ფოტოებიც ბევრს ამბობს შეხვედრაზე, მის შინაარსზე, თუ განწყობებზე, თუ რა განწყობებით ესაუბრებიან ერთმანეთს ამერიკელი დიპლომატი და ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ამ ტიპის შეხვედრა არ ნიშნავს პოლიტიკურ გზავნილს, რომ ელჩი აღიარებს ან ლეგიტიმაციას აძლევს მას, ვისაც ხვდება, არამედ ელჩი ასრულებს საკუთარ მოვალეობას, რადგან დიპლომატის მისია შეუწყოს ხელი ურთიერთობების გაუმჯობესებას ორ ქვეყანას შორის და ამ შემთხვევაში საუბარია შტატებსა და საქართველოზე. პოლიტიკურ პარტიებში ასევე იმასაც იხსენებენ, რომ შეერთებულ შტატებთან ქართული ოცნების ბოლოს გადადგმულმა ნაბიჯებმა უკიდურესად გაართულა ურთიერთობები, მათ შორის შტატებში არსებობს მეგობარი აქტი, შტატებმა მიიღო დასანქცირების გადაწყვეტილება ქართული ოცნების ლიდერების და უპირველესად ბიძინა ივანიშვილის, რომ შტატებმა შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შორის შეხვედრა არ იქნებოდა ასე ვთქვათ იმედის მომცემი ქართული ოცნებისთვის და ოპოზიციას აქვს განცდა, რომ შეერთებული შტატები ქართულ ოცნებას ურთიერთობას არ აღუდგენს პირობების გარეშე. პირობები კი შეიძლება იყოს სწორედ ის, რასაც ქართველი ხალხი ამ დროის განმავლობაში ითხოვს, მათ შორის ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებს გაჩერებული და გაყინული აქვს სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთან. სწორედ იმიტომ, რომ ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებამ მიტაც აარჩევები, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ დაარბია ამ მშვიდობიანი მოქალაქეები და იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ უარყო მილიონობით ქართველის გეოპოლიტიკური და საგარეო არჩევანი. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ელჩმა ურჩია ეგრეთ წოდებულ მთავრობას თუ როგორ გამოასწოროს ეს ყველაფერი, ეს ნიშნავს იმ ძირეული მიზეზების
გამოსწორებას, რის გამოც ჩვენ დავკარგეთ ამერიკასთან ურთიერთობა და თავის თავში მოიცავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რეფორმას და იმ საგარეო პოლიტიკური კურსის აღდგენას, რაც საქართველოს ხალხს აქვს განცხადებული. ეს არის პირველი შეხვედრა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ელჩების და ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების ის გამოხატულება, რომელიც არსებობს მათ შორის ავტორიტარულ ქვეყნებში და არ უნდა იყოს დამაიმედებელი ნამდვილად ივანიშვილის რეჟიმისთვის. ერთგულ შტატებთან ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებით მოხდა სტრატეგიული პარტნიორობის დასრულება და ის აქცენტები, რომელიც მე წავიკითხე მათ შორის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან იმ პრიორიტეტებზე, რომელიც გააჩნია ტრამპის ადმინისტრაციას, ეს ვფიქრობ, რომ ტექსტის შინაარსიც ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო დამაიმედებელი ივანიშვილის რეჟიმისთვის, თუ არა სურათი, რომელსაც ისინი პროპაგანდის მიზნით, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ. შეერთებული შტატების სანქციები, რომელიც დეკემბერში იყო, არსად არ წასულა. ის რომ გვაქვს პოლიტიკის დოკუმენტი, მეგობარი აქტი, რომელიც სანქციებას ითვალისწინებს და არის ტრამპის პარტიის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული და უკვე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ის რომ მაგალითისთვის ჩინეთი და ირანი ტრამპისთვის, რუბიოსთვის არის წითელი ხაზი და არავინ აპატიებს მათთან ჩახუტებას და ანაკლისპორტიდან ამერიკული კომპანიის გაყვანას და ჩინური ინტერესების გაძლიერებას და შემოყვანას, ანუ რაც უნდა გვახსოვთ, ეს რეალურად დღეს მოხდა ის და ეს განაცხადა პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომ მათ პრეზიდენტისა და სახელმწიფო დინის რუბიოს პოზიციები გააცნეს იმასთან დაკავშირებით, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა ოცნებამ კრიზისის დასაძლევად, რომლის ავტორიც სწორედ რომ თავად ქართული ოცნება არის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაკა ბოჭორიშვილს ელჩები ხვდებიან, მაგალითად რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის ელჩი ასევე ესაუბრა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრს და მაშინაც ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ეს განიმარტა. დიპლომატმა ევროკავშირის პოზიცია გააცნო მაკა ბოჭორიშვილს და სავარაუდოდ სწორედ და ამერიკის საელჩოს განცხადებაც ამას მოსწმობს, რომ ამ ამერიკელმა დიპლომატმაც ასევე შეერთებული შტატების პოზიცია გააცნო ქართულ ოცნებას, მისი საგარეო საქმეთა მინისტრს და ასევე გააცნო ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტები. ახლა საინტერესოა რა მოხდება ამის შემდეგ, რადგან შემდეგ მოხდება ის, რომ დაიწყება ჩვეულებრივი პროცესები, როგორიც იყო აქამდე და დაინახეთ თქვენ რიტორიკა, რომ რაღაცა როგორი ნირწამხდარები არიან ესენი და აი ეხლა ულტიმატუმებს წაუყენებს და გამოდიოდნენ ეს ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. არავითარი ულტიმატუმები საქართველოს მიმართ არ იქნება და ისინი, ვინც კი ეხლა დღეს აქ კომენტარებს აკეთებდნენ, გვახსოვს, რომ აი მოვა ტრამპიო და არ ცნობსო ამ ხელისუფლებასო, მოითხოვსო არჩევნების ჩატარებასო, ლეგიტიმაციას კითხვის დავინახეთ, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა არ არის, იმიტომ რომ აი ეს ჩათვალეთ იგივე ტრამპის შეხვედრა არის ჩვენი ქვეყნის პირველ პირთან და მოიხსნა ხუხულასავე ჩამოიშალა ამათი მითები, ამათი ოცნებები, ეს არის ნაცების ოცნების სასაფლაო. დღეს თამამად შეიძლება რომ ნაცმოძრაობის ოცნების სასაფლაოდ იქცა აი ამ შეხვედრის შემდგომ ის რეალობა, რომელიც გვაქვს. ჩვენ დავინახეთ, რომ ფაქტობრივად ახალი ერა იწყება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ რომ ის რაღაც ძიმე ვითარება იყო ამერიკასთან, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. და მე მგონი რომ აქ რაღაც გადატვირთვაც მოხდება. კი, რა თქმა უნდა, ეხლა მეც უსმენდი ამ კომენტარებს ამ ადამიანებისას, ისეთი შტაბეჭდილება მექნება, რომ საერთოდ მოწყვეტილი არიან რეალობას, რა ხდება. მე საერთოდ გადავწყვეტები ხოლმე ყოველთვის ანალიზის დროს გლობალურ პოლიტიკას და გეოპოლიტიკას. ვინაიდან ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს გლობალური პოლიტიკის, რეგიონული გეოპოლიტიკის გარეშე არ არსებობს. ნებისმიერი შიდა პოლიტიკური სისტემა არის გლობალური ან რეგიონალური გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსის გამოძახილი. შესაბამისად, რა პროცესის მიდის გეთანხმებით იმაში ერთმნიშვნელოვნად, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე ერთმნიშვნელოვნად აღიარეს ეს ხელისუფლება, ამაში გეთანხმებით. და იმაში გეთანხმებით, რომ ეს დღეს გამოსვლელები თუ ანალიზს რასაც აკეთებდნენ ხო ეს ადამიანები, ეს იმას გულისხმობს, რომ ესენი არიან ნირწამხდრები და მათაც ზოგ შეიძლება ესმის, ზოგი ახალგაზრდა გამოდიოდა, ზოგ შეიძლება ესმის, რომ ამ გლობალისტური ელიტის ის წარმომადგენლობა პოლიტიკურ სისტემაში დასრულებულია. შესაბამისად, უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის გადაფორმატირება საქართველოში და როგორც ჩანს, ყველაფერი მიდის აქეთკენ. ვინაიდან ზოგადად თუ გეოპოლიტიკური რეალიები იცვლება რეგიონში, შესაბამისად პოლიტიკურ სისტემას, მისი კონფიგურაციას უნდა შეიცვალოს ჩვენთან საქართველოში.
სავარაუდოდ ძალიან კარგი იქნება თუ ახალი პოლიტიკური ძალები წამოვლენ და ეს ახალი პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ ამ გლობალისტურ ძალების, გლობალური ძალების წარმომადგენლებს ჩვენთან საქართველოში. შესაბამისად შესაძლოა ამ ადამიანებმა იციან რომ ცვლილებებისკენ მიდის ეს პროცესი, პოლიტიკური პროცესები და აქედან გამომდინარე ამაზეც ნერვიულობენ. რაც შეეხება ნახსენები გქონდათ, როგორც მოვისმინეთ, ხო, რაღაც ჩინეთი, ირანის წინააღმდეგ ეს ქართული ოცნების, მათ მიმართულებით ამ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციის რეალიზაცია ალბათ ახსოვთ, ხო, კობახიძე ჩასული იყო ირანში, შემდგომ ჩინეთთან გარკვეული ფლირტი ამ საქართველოს ხელისუფლებისა. მე გეტყვით ერთ რაღაცას, რომ მართლა ჩინეთთან და ირანთან შეერთებულ შტატებს ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს. და ამ ხელისუფლებასაც მოუწევს ამ საგარეო პოლიტიკის გადახედვა, ეს გასაგებია. ნახოთ, აბა როგორ და რა ჭრილში განახორციელებს, როგორ მოახდენს მის რეალიზაციას, თუმცა გადახედვა მოუწევთ. თუმცა მთავარი აღნიშნული ფაქტორი ის არის, რომ შეერთებულ შტატებს გარკვეულწილად ცდილობს ამ ხელისუფლებას დაყნობას ამ რეგიონში. არ ვიცი ახლა რამდენად გამოუვა. შესაძლოა საერთოდ იმასაც არ გამოუცხავს, საერთოდ გასვლას აპირებდეს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოდან. ვინაიდან თუ გადავხედავთ მათ საგარეო პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მთავარ პრიორიტეტს, ჩინეთის შესუსტება და შესაძლოა მთელი ძალების გადასვლა მათ მოუნდეთ კი არა, მათი განცხადებებით ჩანს, რომ მოხდება ამ მიმართულება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე. და აქ დაპირისპირება, გეოპოლიტიკური დაპირისპირება შემდგომში შიდა პოლიტიკურ აქტორებს შორის, ასე ვთქვათ, ასეთ ტიპის დაპირისპირება შეიძლება მოხდეს თურქეთის და თურქეთთან ბოლო პროცესები, რასაც ჩვენ გვიჩვენებს, ხო, ძალიან ისეთი ფლირტი წავიდა თურქეთსა და ევროკავშირს შორის. სადაც ეს გლობალისტები ვაშინგტონიდან გადაბარდნენ ბრუსელში და შესაბამისად მოხდეს ეს გარკვეული გეოპოლიტიკური კონკურენციის ფარგლებში შიდა პოლიტიკურ სისტემაში მოხდეს პოლიტიკურ ძალთა, პროტურკულ და პროევროპულ ასე დავარქმევდი. და ასე ვთქვათ, ანტიტურკულ, ანტიევროპულ, კონსერვატულ ძალებს შორის გარკვეული შიდა პოლიტიკურ სისტემაში მოხდეს კონკურენცია ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ეხლა იმ ელიტას, რომელიც ბოლო პერიოდში გლობალისტური ადმინისტრაცია შეერთებული შტატებისა მართავდა და რაც მას სურდა, ხელისუფლებაში მათი მოყვანა, ხო, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ამოცანები ჰქონდათ გეოპოლიტიკური განსახორციელებელი. ამათ მე მგონი შანსი არ აქვს არანაირი ხელისუფლებაში მოსვლისა. თუმცა შესაძლოა მოხდეს გარკვეული ადამიანთა ჯგუფების ინკორპორაცია და შეიძლება შეიქმნას, ასე ვთქვათ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მოახდენს მათი ინტერესების გატარებას საქართველოში. კი ბატონო. მე გეთანხმები თქვენ, რომ აქ რაღაცა გადანაწილება ხდება ძალების, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ბევრს სურს, რომ ამერიკის ჩანაცვლება მოხდეს სხვა ქვეყნებით. ანუ თვითონაც თქვენს ტრამპის მოსვლის შემდგომ სოფლიოს ჭირდება ახალი გეოპოლიტიკური ლიდერი და დღეს ამ ახალ გეოპოლიტიკური ლიდერის ფუნქციაზე პრეტენზია აქვს ამ ბევრ ქვეყანას. ევროპულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი და სურთ რომ თავიანთი რაღაც პოლიტიკა გაატაროს. თურქეთი მაგალითად ეხლა ცდილობს რომ აი ის პოლიტიკა რომელიც არსებობდა რუსეთთან დაკავშირებით გაგრძელდეს მიუხედავად იმისა რომ ამერიკამ შეცვალა პოლიტიკა თურქეთი ცდილობს რომ დაანახოს ევროპულ ქვეყნებს რომ ჩვენ დაგიჭერთ მხარს ჩვენ ვართ აქ რეგიონალური ლიდერი აგერ თურქეთმა სირიაში მოახდინა რომ ხელისუფლებაში მოეყვანა პროტურკული ძალა თურქეთმა შეძლო ის რომ ყარაბაღში მისი მეშვეობით მომხდარიყო სიტუაციის სხვაგვარად გარდატეხა მან მოახერხა ის რომ რუსეთისთვის პრობლემები შექმნა რაღაც მიმართულებით და თურქეთის სიგნალი არის ევროპისათვის რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ეს შეიძლება ხო გავიგოთ ეს ყველაფერი კი როგორც ჩანს ხე ბოლო პროცესები რაც გლობალური პოლიტიკის რასაც გვიჩვენებს ხდება დაწყვილება დაპირისპირებული მხარეებისა გლობალურ პოლიტიკაში რაც როგორც აღვნიშნე შიდა პოლიტიკურ სისტემაში გამოიწვევს ეს გარკვეულწილად ასახვას ამ პოლიტიკურ ძალთა ურთიერთობის პროცესში. ვინაიდან მე ყოველ შემთხვევაში როგორც პოლიტოლოგი ამ პროცესს ვაკვირდები საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციის პროცესს. ორი წყვილი ჩდება. ერთი წყვილი ამერიკულ-ჩინური წყვილი კონფრონტაციის რეჟიმში მყოფი და მეორე წყვილი ევროპა-რუსეთი.
და ამ რეგიონში როგორც ჩანს, თურქეთს სურს თავისი, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზებისათვის გამოიყენოს ევროკავშირი. და ევროპელებსაც, როგორც ისტორიულად განსაკუთრებით ანგლოსაქსებს, რომლის წარმოდგენაში, მთელი ისტორიის განმავლობაში როგორ იყენებდნენ თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ, იგივე პოლიტიკის, განმეორება ხდება, მოხდება ალბათ სავარაუდოდ. მე ამიტომ ვამბობ, რომ ქართულ ოცნებას ეხლა უფრო რთულ გზაზე მოუწევს გასვლა. ვინაიდან პროცესი, რასაც ვაკვირდებით, უკრაინის ეს ომი მიდის დასასრულისკენ. შესაბამისად, საერთაშორისო სისტემა, გლობალური პოლიტიკა. აი თქვენ რო ამბობთ, აი უფრო რთული, აი კონკრეტულად რო დავაკონკრეტოთ, აი რაში მოუწევს სირთული, აი მაგალითად. აი იქით მივდივარ, ვეცდები. დიახ. ეს ამის, გლობალურ პოლიტიკას, როგორიც გლობალურმა პოლიტიკამ. როცა ერთ რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთი, რჩება ერთი კონფლიქტი, აუცილებლად ის გადასვლას იწყებს სხვა მიმართულებაზე. ამ ხრივ აღსანიშნავია სამხრეთ მიმართულება. სამხრეთ მიმართულებაზე, როგორც ჩანს, თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ბრაც გააკეთა ერდოგანმა სირიაში, ხო? ფაქტობრივად სილა გააწნა რუსეთს. თქვენ წარმოგიდგენთ 4 წელი რამდენი დანახარჯები იომა ეხმარებოდა შეინარჩუნა ასადის ხელისუფლება და დაახლოებით ერთ კვირაში დაუმხეს ეს ხელისუფლება. შესაბამისად, რუსეთი შეეცდება სამხრეთ მიმართულებაზე, თან მინდა დავამატო ეს ბოლო პროცესები, რაც მიმდინარეობდა ახლა სირიაში, ხო? აქედან გამომდინარე, თან ბაზები აქვს, ორი ბაზა აქვს სირიაში, სტარტუს, ლატაკია, ხმეიმი. ორი ბაზა აქვს და ამ ბაზის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, დარწმუნებულია თურქეთს უნდათ ამ ხმელთა შუა ზღვის ამ რეგიონიდან რუსული ბაზების გაყვანა. შესაბამისად, რომ მათ თავიანთი ბაზები განათავსონ, თურქული ბაზები. ეს საიდან უნდა გასულა? სირიაში მყოფი რუსულ ბაზებზე აქვს საუბარი. შესაბამისად, აქ სერიოზული კონკურენცია, გეოპოლიტიკური კონკურენცია სამხრეთისკენ გადმოინაცვლებს რუსეთსა და თურქეთს შორის. და იმ თურქეთს შორის, რომლის უკან დადგება ევროკავშირი თავიანთი გლობალისტური ამ ძალები. ჩვენთან მოდაში ესა გლობალური ომის ძალა. აი ეს ძალები, ვინც უკრაინაში მართავდნენ ამ პროცესებს რუსეთის წინააღმდეგ. დაახლოებით ის ძალები იქნებიან აქაც. მე ამიტომ ვამბობ, რომ აქ შეიქმნება ისეთი ტიპის კონფიგურაცია გეოპოლიტიკური, რომ აქედან გამოსვლა ძალიან რთული სათამაშო იქნება ყოველ შემთხვევაში ამ ახალი ხელისუფლების. აი ხა ძალიან საინტერესო არის ალბათ თქვენთვისაც ის პოზიცია, რომელიც აქვს მაგალითად ევროკავშირის მიმართ დონალდ ტრამპს, ის რაც არაერთხელ დაუფიქსირებია, ის ამბობს, რომ ევროკავშირი იჩენს არასწორ პოლიტიკას და ხშირ შემთხვევებში უსამართლო პოლიტიკას ამერიკის მიმართ. ამას ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. აი ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ მასში, როცა ტრამპი იძახის აი ამას ევროკავშირს. ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირისგან უსამართლობას აღარ მოითმენს და ბრიუსელისთვის ცალმხრივად სარგებლიან სავაჭრო ურთიერთობას აღარ განაგრძობს. თეთრი სახლის ლიდერი ევროკავშირს საზიზღარს უწოდებს და ამერიკული კომპანიების ჩაგვრაში ადანაშაულებს. ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვის ნებართვა არ გვაქვს მათი რეგულაციების გამო. ისინი ისეთ წინააღმდეგობებს გვიქმნიან, რომ ვერაფერს გააკეთებთ. თავად ჩვენთან მილიონობით ავტომობილს ყიდიან. ჩვენ მათთან სოფლის მეურნეობის პროდუქტს ვერ ვყიდით. ისინი კი ჩვენთან ყიდიან. ეს სალმხრივი მოძრაობა. ევროკავშირი ძალიან საზიზღარია. ისინი ჩვენს კომპანიებს უჩივიან. მათგან მილიარდობით დოლარს იღებენ და არ ვიცი შემდეგ რაში იყენებენ. ალბათ ევროკავშირის მართვაში ძალიან ცუდად გვეპყრობიან. მე დათმობას საერთოდ არ ვაპირებ. თეთრი სახლი ეჭქვეშაყენებს ევროკავშირის მოკავშირეობასაც. ევროკავშირი ამერიკულ ინდუსტრიას ყველაზე საშინლად ეპყრობა. ისინი ამბობენ, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე არიან. ამ დროს კი ყველაზე აღმაშფოთებელ ტარიფებს გვიწესებენ. როცა საქმე ეკონომიკას ეხება, ისინი ჩვენ ისე არ გვექცევიან როგორც მოკავშირეს. პირიქით, ამერიკელ მომხმარებლებსა და მუშებს სრესენ ამ პროცესში. უსამართლობას აღარ მოითმენთ. ევროპელებს ეკონომიკური ბრძოლით ვუპასუხებთ. დონალდ ტრამპის უახლოესი მოკავშირე ილონ მასკი კი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს. მან ექსზე ევროკავშირის დროშა ნამგალისა და უროს ფონზე გამოაქვეყნა და ევროპული ბლოკის მმართველობის სტრუქტურა გააკრიტიკა. წარმოიდგინეთ მმართველობისადმი ისეთი სიყვარული, რომ თქვენი მთავრობისთვისაც კი მთავრობა გსურთ. ევროკავშირის მისამართით ამერიკული რიტორიკა ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის სატარიფო ომის ფონზე დღითი დღე მწვავდება. დონალდ ტრამპის მხრიდან ევროპული ალკოჰოლური სასმლის იმპორტზე 200%-იანი ტარიფის დაწესების მუქარას ევროპამ უპასუხა.
ესკალაციის თავიდან არიდებისა და საკუთარი ინდუსტრიის დასაცავად ევროკავშირი მზად არის გამონახოს გამოსავალი. დიალოგისთვის მზადყოფნა და საზიანო ქმედებებზე მტკიცე პასუხი ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპად რჩება. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით ევროკავშირის პროდუქციაზე საპასუხო 25%-იანი ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში. უკვე ამოქმედდა 25%-იანი ტარიფი ევროკავშირიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. ერთი რამე არის, რომ ფაქტობრივად ტრამპს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია დასავლეთის აი ამ სტრუქტურების მიმართ, ევროკავშირის მიმართ, ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ ფაქტია, რომ ტრამპი არ აპირებს ის სანაცვლოდ, რომ ევროპაში იყოს სტაბილურობა და დაცული იყოს ევროპა, ამისათვის თვითონ გაიღოს მარტო ხარჯები. თქვა კიდევაც, ეხლა მე ნატოში რატო უნდა გავიღო ის თანხები და უნდა უზრუნველყო უფრო ხვედრითი წილი, ჩემზე რატო უნდა იყოს უფრო დიდი, რატო უნდა იყოს ეს უსამართლოა. ანუ თუ გინდათ უსაფრთხოება, შემოდით თქვენც ამ ყველაფერში. იგივე ეხლა, როდესაც აი უკრაინაზეა საუბარი, ხო, ჩვენ ყველაზე მეტად ვეხმარებით ამ უკრაინელებს და თანხების ამოღება ევროპელებს უფრო შეუძლიათ, იმიტომ რომ ის ფული, რომელიც იქნა დაყადაღებული ამ ევროპულ ბანკებში და ანუ გაყინული ევროპის მიერ, ეს რუსეთის ფული ევროპაშია. ანუ ამოღების თანხები და თან კიდე ევროპა განსაზღვრავს შე შემთხვევებში ამ პოლიტიკას როგორ უნდა იმოქმედონ და ეს ახლა აი რაღაც ბევრი რამე ძალიან ისეთი კარდინალურად იცვლება, ხედავთ თვალსა და ხელშუა, საერთოდ ევროკავშირის არსებობაც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კი, შესაძლოა ამ ფორმატით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა მე ძალიან ისეთ ვარ განწყობილი და ამ ნარატივს სკეპტიკურად უყურებ, რომ ევროკავშირი დაიშლება, გამეთვლი რომ არ დაიშლება, თუმცა სერიოზული პრობლემები შეექმნება. ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 45 წლის შემდეგ თლიან უსაფრთხოებას ამ ევროკავშირისას მაშინ საბჭოთა საფრთხის ბჭყალებში საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ, ხო? ამას იცავდა შეერთებული შტატები და მას ძალიან დიდი თანხა უჯდებოდა, ძალიან დიდი ფინანსები იჯდებოდა და შესაბამისად ის გამოთავისუფლებული ფინანსები მიდიოდა სოციალურ პაკეტების შექმნაში, მის ჩამოყალიბებაში და ცხოვრების დონის გაზრდაში ევროპელი საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებლის. რა თქმა უნდა, ეხლა ტრამპი არის რეალისტი კონსერვატორი, რომელიც თავარი ამოცანაა იმოქმედოს ნაციონალურ ინტერესებიდან გამომდინარე. ხოლო ნაციონალურ ინტერესებიდან მოქმედება ეს ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო, სტრატეგიული და შემდეგ გაძლიერებას. ანუ აქედან გამომდინარე, მას საერთოდ არ სურს დიდი თანხების ხარჯვა ევროკავშირის დასაცავად. ეხლა ზოგიერთ ზღაპრებს უყვებიან რუსეთი შეიჭრება იქ ევროკავშირში და დაარტყავს საფრანგეთს და იმას ზოგიერთ სულელი ამბობს ევროპელი დიპლომატი თუ პოლიტიკოსი. ნუ მათი ამოს ეს არის სისულელეს ტრამპმაც ის ხო, როცა მოდიოდნენ ძალიან საინტერესო ერთ-ერთი ინტერვიუ იყო რუბიოსთან განცხადება უბრალოდ, რომელიც ამბობს რომ ნუ როდესაც სამპოლისია მსოფლიოზე იძახის, ნუ განცხადებას აკეთებდა მაშინ. ამბობდა რომ ნუ ჩვენ თავარი კონკურენტი ჩინეთი და შემდგომ რუსეთი. აი ეს საკითხებია. შესაბამისად, ეხლა ამდენი თანხის ხარჯვა იმ სისულელეში, რასაც ქვია რუსული საფრთხე ევროპისათვის, ტრამპს არ უღირს. მის თავარი ამოსავალი წერტილია შეერთებული შტატების გაძლიერება. ნუ გუშინ წინ ვკითხულობდი ასეთი ჯეფრი საქსის ინტერვიუს, რომელიც აცხადებდა, რომ ძალიან სერიოზული ფისკალური პრობლემებია შეერთებულ შტატებში. გუშინ წინ განაცხადა ტრამპს დაახლოებით $300 მილიარდი გამოვანთავისუფლებს და გადახდა დაიწყესო ამ სახელმწიფოებმა. შესაბამისად, ევროპელებმაც დაიწყეს ახლა იმას ფიქრი და იმას საუბარი, რომ 800 მილიარდის აკუმულაცია სურთ და თქვენ წარმოგიდგენიათ, იმდენად რთულია ჰოლანდიის პარლამენტმა თავის კვოტის გამოყოფაზე უარი განაცხადა ამ მიმართულებით. ვინაიდან მან გარკვეული სოციალურ პაკეტებს უნდა მოაკლოს. თავიანთ მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას უნდა მოაკლოს. რაც სერიოზული გამოწვევა იქნება ნებისმიერი ხელისუფლებისათვის. ეს გამოიწვევს ცხოვრების დონის ვარდნას და შესაბამისად ამომრჩევლის ნეგატიურ განწყობას არსებული ხელისუფლების. და თუმცა მე მაინც ვარ იმაზე, რომ ევროპას შეუძლია შექმნას დამოუკიდებელი გარკვეული სამხედრო სტრუქტურა, რომელიც დაიცავს ევროპის უსაფრთხოებას, ასე რომ ვთქვათ, უზრუნველყოფს. თუმცა მე კიდე ძალიან ხო, მაგრამ აი ეყოფათ ეგ თანხები ბატონო ირაკლი. აი ეხა არის ბევრი ლაპარაკი, რომ აი ხშირად ესეთი პოზიციები გავრცელდა, რომ
მაგალითად ტუსკმა გააკეთა განცხადება, ჩვენო 500 მილიონიანმა ევროპამო რატო უნდა ვიყოთო ჩამოკიდებული 300 მილიონ ამერიკაზეო უსაფრთხოების კუთხითო. ჩვენ შეგვიძლია ეს უზრუნველყოთო, მაგრამ როცა ევროპიდან გადის ინდუსტრიული გიგანტები, გერმანიის სიამაყე, ოპელი და Volkswagen-ი გადის ამერიკაში, როდესაც ამ IAF-მა ენერგეტიკამ ხო და ენერგომატარებლებმა დრო მოჭამა უკვე და ფაქტობრივად ეხა რუსეთის შემდგომ უკვე პრობლემა უდგას აქ მარტო სახლის და იმის გათბობაზე ხო არ არის ის ენერგომატარებლები რომლებიც გაძვირდა ყველაფერი უკვე ხო და უკვე რამდენად შეუძლია ევროპას ამერიკის გარეშე რუსეთის IAF-ი აი ამ ენერგომატარებლების გარეშე ითავოს ის რომ აი თავისი უსაფრთხოება თვითონ უზრუნველყოს რაზეც ახლა ლაპარაკი მიდის იცით რა ძალიან საინტერესო შეკითხვა თუმცა ევროპელებს გააჩნიათ ნუ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ისეთი ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნიათ გარკვეული ტექნოლოგიური წინსვლა განახორციელონ და შესაბამისად ტექნოლოგიური წინსვლიდან გამომდინარე გარკვეული თანხების ну ეკონომიკის განვითარება შესაბამისად მოახდინონ თავიანთი ეკონომიკების თუმცა გასაგებია მე მესვი თქვენ რასაც ამბობთ რუსეთი იყო გუშინ პუტინას განაცხადა ხო თუ ამ გუშინ კი ამ დღეებში პუტინას განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაში საინტერესო რაღაცა თან ბოდიში ამ გამოთქმაზე ცოტა წაიკაიფასავით ხო ისო IAF გასმისემთო ჩვენ ევროპელ კოლეგებს თუ ისინიო გამოყვებიან გარკვეულ თამაშიო რა ну რა თქმა უნდა ძალიან რთულია ეხლა მათ მოუწევთ რთული ის არის რომ მათ მოუწევთ კამრების შემოჭერა შესაძლოა ის სერიოზული სოციალური აჯანყებებიც კი მოხდეს იმ ევროპულ ქვეყნებში ვინაიდან ევროპული საზოგადოება ზოგადად არის ძალიან მატერიალისტური შესაბამისად ბოლო რამდენი წელი 45 წლის შემდეგ რამდენი წელი გამოდის დაახლოებით 75 წელი 80 წელი გამოდის ხო 80 წლის განმავლობაში ძალიან ცხოვრების მაღალ დონეს არის მიჩვეული. ამ კამრების შემოჭერის პოლიტიკით მათ მოუწევთ გარკვეულ სოციალურ რაღაც ისეთ საკითხებზე უარის თქმა. და ამიტომაც არის ეს მთელი პროპაგანდა მიშვებულია იქითკენ, რომ თქვენ უნდა მოითმინოთ ის დუხჭირი ცხოვრება, რომელიც მოგელით რამოდენიმე წელიწადში ევროპაში. ვინაიდან მათ თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ამომრჩეველი განაწყენებული, აი მატერიალისტური ამომრჩეველი რომლის თავარი ამოსავალია მატერიაზე ორიენტაცია, ასეთი ამომრჩეველი წარმოგიდგენიათ ცხოვრების დონე ეცემა და შესაბამისად მათი განწყობა არსებული ხელისუფლების მიმართ იქნება ძალიან ნეგატიური. ამიტომ ქმნიან ვიცით როგორ გითხრათ, აი საშიშროების რაღაც ელემენტს რუსეთის სახით, რომ და ზოგიერთ სულელი ევროპელი პოლიტიკოსი და დიპლომატი აცხადებს, რომ თუ ჩვენ არ მოვახდენთ გარკვეული უსაფრთხოების სტრუქტურის შექმნას, ფორმირებას თუნდაც გაერთიანებული სამხედრო რაღაც შენაერთების სახით ჩვენ რუსეთი დაგვესხმება და ერთ ამბავში ვიქნებით აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში როგორც უკრაინა ამ შემთხვევაში თუმცა მე ვთვლი რომ ეს არის სისულელე მათ უბრალოდ სურთ შექმნან დიდი ფინანსები რუსეთის წინააღმდეგ პირიქით აქეთ რუსეთის წინააღმდეგ ну ეს გეოპოლიტიკა და გეოპოლიტიკური ისტორია ამაზე მოქმედებს და მე უბრალოდ მე ამათი პოლიტიკა ევროპული პოლიტიკა ის ევროპული სამხედრო სტრატეგიული სამხედრო პოლიტიკა მიმართული იქნება რისკენ სამხრეთ კავკასიისკენ იქნება მიმართული უკრაინის შემდგომ ვინაიდან აქ ძალიან მძლავრი მოთამაშეა თურქეთის სახით და მათი მეშვეობით შეეცდებიან სამხრეთში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას. რაც ფათაშორის ამ გლობალისტებს ამის უფლება არ მისცა ამ ხელისუფლებამ. და რამაც საქართველოს გადაარჩინა იმ გრევისგან, რაც ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში. აი ხა უკრაინის თემას ვახსენებთ და თქვენს ახსენებთ ხშირად თქვენს გამოსვლაში და ეხლა აი დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის შედგა გასულ აი ამ დღეებში შეხვედრა გუშინ და სატელეფონო საუბარი დიახ და აი ამ მოლაპარაკებებზე არის ხა ცეცხლის შეწყვეტაზეა საუბარი პუტინმა თქვა რომ მე კი თანახმავარ მაგრამ გასარკვევი აქ პირობები როგორ აპირობებით იმიტომ რომ ახლა თუ უკრაინელები ახლა ამ ცეცხლის შეწყვეტას გამოიყენებენ იმისთვის რომ ძალების კონცენტრაცია მოახდინონ მობილიზება ძალები მოიკრიბონ ანუ დაკარგული პოზიციების აღდგენაზე დაბრუნებაზე იფიქრონ ეს აღარ არის ოპტიმალური რუსეთისათვის და ამიტომ ძალიან საინტერესო არის აი ამ ცეცხლის შეწყვეტაზე დიალოგი ამ ორ ქვეყანას შორის დონალდ ტრამპი წერს, რომ უკრაინაში ომის დასრულების კარგი შანსი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის ინიციატივას ვლადიმერ პუტინი დათქმებით დათანხმდა.
ძალიან კარგი და ნაყოფიერი დისკუსია ჰქონდა გუშინ ვლადიმერ პუტინთან. არსებობს ძალიან კარგი შანსი, რომ ეს საშინელი და სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს, მაგრამ ამ წუთას ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი სრულად ალყას შემორტყულია რუსული სამხედრო ძალების მიერ. ისინი ძალიან ცუდ ვითარებაში არიან. მკაცრად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს დაინდოს მათი სიცოცხლე. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტვა იქნება ისეთი, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ბედი ცეცხლის შესაწყვეტად პუტინის ერთ-ერთი პირობაა. დამატებითი ცნობები და გზავნილები პუტინმა ტრამპს პირადი წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის საშუალებით ამცნო. კრემლში ვიტკოფი პუტინის დახურული შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა დონალდ ტრამპმა უკვე თქვა, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება და ეს ამერიკა-უკრაინის დისკუსიის თემაც იყო. გსურს რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. უკრაინასთან განვიხილეთ ტერიტორიების საკითხი. კერძოდ რა ტერიტორიების შენარჩუნება შეძლებს, რას დაკარგავს და ზოგადად საბოლოო შეთანხმების მრავალ ელემენტზე ვისაუბრეთ. განიხილეს უკრაინის ნატოში წევრობის საკითხიც, თუმცა სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ამ კითხვაზე პასუხი მათ 40 წელი აიციან. ეს განცხადება ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე გააკეთა. მოგვიანებით მარკ რუტემ დაადასტურა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი აღარ განიხილება. დიახ, ჩვენ უკრაინას რჩევებით დავეხმარებით. არც ისაა განსაზღვრული ჩაერთვება თუ არა ნატო უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. ასეთ მიდგომას ეწინააღმდეგება კიევი. უკრაინის მედიის ცნობით უკრაინულმა დელეგაციამ საუდის არაბეთში ამერიკულ მხარეს უთხრა, რომ უკრაინისთვის ნატოში წევრობა წითელი ხაზია და ალიანსის წევრობის აკრძალვის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის. როდის და რა პირობით მოხდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ჯერ უცნობია. კიევი და მოსკოვი ამჯერად მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა დაამყაროს. ამის კონკრეტული სამშვიდობო გეგმა კი არ არსებობს. ამიტომ რომ ახურია
აი, ეხა ამის შემდგომ, აი, ეს უკრაინის ხელისუფლება საერთოდ გასულია მომსახურების მიერ. ესე იგი, ნატო ეუნება, რომ ჩვენ ვერ მიგიღებთ, ამერიკა ეუნება, რომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით და თქვენ უნდა დათანხმდეთ ამ პირობებს, სხვანაირად შეუძლებელია რუსეთთან ჩვენ ვერ მოვახდეთ შუამავლის ფუნქციას. ევროპული ქვეყნებიც, ეხა უნგრეთი, სლოვაკეთი ძალიან ბევრი ქვეყანა უკრაინის მიმართ არათუ კეთილმეზობლურ და კეთილგანწყობას პირიქით საკმაოდ აგრესიულები არიან სლოვაკები, უნგრელები და კიდევ ბევრი ქვეყანა. აი ვის იმედად ამბობენ, რომ ჩვენ არ გავჩერდა, აი ვის იმედად თუ ამერიკა არ დაგეხმარა, თუ ევროკავშირი, თუ ნატო არ დაგეხმარა, რა ცეცხლი, რა ბრძოლა უნდა გააგრძელო? აი მითხარი, შენ რო გქონდეს იმის საშუალება, რომ აწარმოო იარაღი, მაინტერესებს ამერიკულ ხაიმარსებს, ამერიკულ შეერაღებას, ვინ ჩაანაცვლებს, ხო? თურქეთი ეხა განცხადებებს რო აკეთებს, თურქეთი ვერ დაეხმარება მას, რა ქვია, უკრაინელებს, ვერც ცოცხალი ძალით, ვერც იარაღი. აი რის საფუძველზე აცხადებენ ესე? აი თურქეთმა უფრო დავაზდო განაცხადა, რომ იმ ახალი რაღაც გადაიარაღებას აპირებენ, ხო, ევროპაში, ჩვენ მივიღებთ თუ აქტიურ მონაწილეობას ამაში, თუ ევროკავშირში, მივიღებთ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ნატოს გუშინდელი გამოსვლა, თუ გუშინდელი თუ რამოდენიმე დღის შეხვედრა, რუტესთან შეხვედრა ნატოს გენერალ-მდივანთან ტრამპის, იქ ისეთი შტაბ-შტაბება შემეფნა, რომ ნატო ორგანიზაცია ეს არის უბრალოდ ქაღალდზე არსებული. აი თქვენ წარმოგიდგენიათ, ნატოს გენერალ-მდივანს ეუბნება ნატოს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიაზე. ნატოს ლიდერი სახელმწიფო, ანუ შეერთებული ტრამპმა განაცხადა იმ შეხვედრაზე. რომ ჩვენ ვაპირებთო გრენლანდიის ანექსიას. გრენლანდია ეს არის ტერიტორია ეკუთვნის დანიას. დანია არის ნატოს წევრი სახელმწიფო. და რეაქცია სიცილე ამ რუტესგან, ნატოს გენერალ-მდივნისგან. შესაბამისად, ეს არის ასეთი შემთხვევა ბერძნულ, კვიპროსთან დაკავშირებით, ეგეოსის ზღვაში არსებულ კუნძულთან დაკავშირებით 70-იან წლებში ვიღოთ დაპირისპირება ორ ნატოს წევრ სახელმწიფოს შორის, საბერძნეთსა და თურქეთს შორის, ბაშნაც არ მომხდარა ასეთი ცინიკური დამოკიდებულება. ესე იგი პირდაპირ უუბნება ნატოს გენერალ-მდივანს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ მე ანექსია უნდა მოვახდინო ნატოს მეორე წევრის სახელმწიფოს ტერიტორიებისაო. ტერიტორიისა გრენლანდიაზე იყო საუბარი ანექსიაზე. შესაბამისად, ჩემი აზრით, მოსაზრებით ნატო არის ქაღალდზე იურიდიულად არსებული ორგანიზაცია, რომელიც არავის არ დაიცავს და მით უმეტეს, თუ შეერთებული შტატები გავიდა, მისი ქმედებებით გადის, თუ იურიდიულად შეიძლება დარჩეს. ამან გამოიწვია ის, რომ ზუსტად ევროპელებმა დაიწყეს ზრუნვა, თავიანთი რაღაც სამხედრო კონტინგენტის შექმნაზე, გაერთიანება და რაღაც სტრუქტურის ფორმირებაზე. ეს, მიუთითებს აქეთკენ. შესაბამისად, ამ უკრაინელების პოზიცია რა არის? თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ბატონ ნიკოლოზ, მთელი ეს ომი დაიწყო იმაზე, რომ ჩვენ ვიბრძვით ნატოში ინტეგრაციისთვის და რასაც ხელს გვიშლის რუსეთი, რომელიც არის გარკვეული ვეტოს დამდები სახელმწიფო. ყოველ შემთხვევაში ასე იყენებენ ამ ტერმინს ვეტოს დამდები, რომელიც ბლოკავს ნატოში ინტეგრაციაზე. ამდენი ადამიანი გაწყდა ამის გამო. შესაბამისად, შედეგი ტერიტორიები დაკარგეს, რესურსებს კარგავენ და იქცევა კოლონიად და შესაბამისად ვერც ნატოში და ვერც ევროკავშირში ინტეგრირდებიან. აი თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხის დამოკიდებულება ომის მერე, როგორი იქნება ამ უკრაინული პოლიტიკურ კლასის მიმართ, რომელიც დღეს მართავს იქ ხელისუფლება. არა, მარტო უკრაინელი. ეს თვით გადარჩენის ინსტინქტზე ზრუნვა, მათ სულ გაწევა. არა, მე რას ვფიქრობ, იცით ბატონო ირაკლი, მე ვფიქრობ აქ მარტო უკრაინელებზე გრებ თლიან, სხვათა შორის აი ეს ხა ამერიკაში დემოკრატები და რესპუბლიკელები არიან ფაქტობრივად ერთ პოზიციაზე, ანუ ოდნავ რაღაცა პატარა რაოდენობით მოიგო ესე იგი ტრამპმა, ანუ ფაქტობრივად ძალთა თანაფარდობა იგივეა. და რასაც ხდებდნენ დემოკრატები, ხო გვახსოვს, თუ რუსეთმა მიაღწია თავის საწადელს, ჩამოიშლება ნატო, ჩამოიშლება დასავლეთი და შემდგომი უკვე იქნება სხვა ქვეყნები და ფაქტობრივად ესეც იქნება. ეხლა უყურეთ, ამ ომის შემდგომ, ეხლა აი მაგალითად ეხლა ზელენსკი, რომელიც მივიდა ოვალურ კაბინეტში და ლაპარაკობდა, ერთის მხრივ ზელენსკი მართალი იყო იმასთან ტრამპთან, იმიტომ რომ შენ დამაწყებინე მე ეს ომი, ხო? მე ხა ჩვენ ხო შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეხა უკრაინამ თავისი დაიწყო ომი. ეს ხო სისულელეა. ზელენსკი მოიყვანა ამერიკამ, ომი დააწყებინა ამერიკამ და ეხლა ეს ამერიკა ეუნება, რომ შენ ბიძიკო წადი უკან და აღიარე ეს რაც დაკარგე და ესე იგი წამოდი და ითამაშე რა, ბიჭო, ეხლა ვეუნება, მე რა უთხრა ჩემ ხალხს?
შენ დამაწყებინე ომი, ტერიტორიები დამაკარგინე და მაშინ რაღაც მაწყებინებდი ომს და რესურსებს თხოვ. და რესურსებს თხოვ. ეხა ეუნება რომ შენ რო ესე იგი ამ ომის შედეგად ესე იგი მე რაც იარაღი მოგეციო, იმის ფულიც მომეთიო. ეს არის ნაგლი ფრაერ ხუჟეტანკა რა, ესაც ქვია რა. ეგ იგივე პრინციპია. ესე იგი აი ამერიკის ნაგლობა საზღვარი არ აქვს. ესე იგი გააცამტვერა, გაანადგურა და ამის შემდგომ ეხა ჩვენ კი მოგწონს ტრამპის განცხადებები, მაგრამ ამერიკის თვითონ ქვეყნის დევალვაცია ხდება, იმიტომ რომ ფაქტია რომ ამერიკა დამკვირდება, როგორც გადამგდები, კი გავიგეთ ეხა ყველა ვიღაცა იტყვის, მე რო ვიტყვი გადამგდებიო, ეხა ეგრე არ არსებობს, ეხა ეროვნული ინტერესები დგას პირველ რიგში, გასაგებია, მაგრამ ეხა შენ როდესაც დამაწყებინებ ომს და მიღალატებ მე სხვა ქვეყანა რო ვარ, შენ გენდობი უკვე? აი ამის შემდგომ უკრაინა რუსეთის ომის შემდგომ შეიძლება რომ ვინმე ენდოს ამერიკის შეერთებულ შტატებს? ხო? ნუ გასაგებია ახლა მე მესმის, თუმცა ეგ მე საერთოდ არა უყურე აი რიცით რა არის ამის შემდგომ რუსეთთან დაპირისპირებაში აღარც არავინ შევა, იმიტომ რომ აღარავის აღარ ექნება იმედი, იმიტომ რომ რუსეთთან დაპირისპირებაში შესვლა ნიშნავს უკვე სიკვდილს და დამარცხებას, მაგრამ თუ შენ ვიღაცას იმედი აქვს რომ დამიდგება ვიღაცა, არავინ აღარ დაუდგება. ფაქტია რომ მოისპო მითი იმის შესახებ რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ძალას ვინმე დაუდგება გვერდში. აი ამით დასამარდა ეს ყველაფერი. კი, უბრალოდ მე ამერიკელებზე მინდა ვთქვა, რომ ნუ თქვენ ბრძანეთ ნაციონალური ინტერესების რეალიზაციაზე. ამერიკელებს თავის გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ და შესაბამისად მე მესმის მათის. არა, ეს თუმცა შიდა ელიტებმა, რომლებიც ქვეყანას მართავენ, რომლებსაც სურთ და თუ შენ რომელიმე სახელმწიფოს მართავ, შენ უნდა ყველაფერი გააკეთო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედო, ხო? ეგ უბრალოდ ეს მარიონეტული ელიტები და მე ყოველთვის ვამბობდა ვიძახი იმას, რომ საერთოდ მარიონეტები არ უნდა მოიყვანო ხელისუფლებაში. ნუ თუმცა რა ვქონს ხა პატარა სახელმწიფოებში ხდება ისე, რომ ასეთ ძლიერი სახელმწიფო ფინანსურად ასეთი მძლავრი იწყებს შემოსვლას გარკვეული ფულით მოსყიდვას ელიტების და ხელისუფლებაში მოყვანას. შემდეგ თავის პროპაგანდით და მტვინების გადატრიალებით მასებისათვის. ეს იწვევს ასეთ კრიზისს, ასეთ პატარა სახელმწიფოთა განადგურებას, რაც ხდება დღეს უკრაინაში და როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ფაქტობრივად ყველაფერი დაკარგა ამ სახელმწიფომა. ადამიანური რესურსი დაწყებული, ტერიტორიები დამთავრებული. თითქმის ყველაფერი დაკარგა. მე არ ვიცი ხა უკრაინა როგორ განვითარება როგორც სახელმწიფო და შესაბამისად ამ პოლიტიკურ კლაკიდევ მეორე ამ პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება, ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა უკვე მათში. და მათაც იციან რომ ეს კონფლიქტი ძალიან არ დასრულდება. აი გუშინ თუ ამ დღეებში საუბარი იყო, სატელეფონო საუბარი ყოფილა ტრამპსა და პუტინს შორისაც, სადაც მეორე დღეს თუ რაღაცა მან ტრამპმა დაწერა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ კონფლიქტის დასრულებასთან. და შესაბამისად შესთხოვს, წარმოგიდგენიათ, შესთხოვს კურსში არსებულ ამ უკრაინულ შენაერთებს, რომელიც ალყაში არის მოქცეულები, ამის განთავისუფლებას. ნუ ასეთ სავალალო სიტუაციაში ჩააგდეს ამ მარიონეტებმა და ზუსტად იგივე მარიონეტები მართავდნენ საქართველოსაც 2003 წლიდან. აი ხა ჩვენ მართლა გადარჩენილები ვართ, რომ აი 2008 წელს ძალიან ცუდი რამ მოხდა, რომ ამერიკამაც მაშინაც ამერიკამ დააწყებინა სააკაშვილის ომი. მე სააკაშვილის დიდი წარმოდგენის არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ნამდვილად ეხა თლათ ეგეთი იდიოტიც არ იყო, რომ შესულიყო ცხინვალში და არ ქონოდა ამერიკელების იმედი. რა თქმა უნდა, ამერიკელები ეუნებოდნენ, ჩვენ გავუშვით კიდევაც ვიდეო მასალა ერთხელ ჩვენს გადაცემაში, ბურჯანაძეს საუბარი, როდესაც ბურჯანაძე ამბობს, რომ მეო დამირეკაო სააკაშვილმაო და მითხრეულ, რომ აეხლაო თვითმფრინავები აფრინდებიან ამერიკიდანო და ჩვენო საქართველოში გამოემართებიანო და დაბობავენო აქო მაგათ პოზიციებსო და ამერიკამ დაგვიდგება გვერდში. ამას ამბობს ბურჯანაძე. ანუ ამერიკამ როგორც ჩვენ გადაგვაგდო, ასევე გადააგდო უკრაინელები. უკრაინელები ორჯერ გადააგდო ესე იგი 94 წელს 1994 წელს, როდესაც ბირთვულ შეერაღებაზე უარი ათქმევინეს უკრაინას და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მოტივით, რომ არ აწყობდათ ბირთვული ყოფილი უკრაინა და იქ საფრანგეთი, იაპონია, ასევე რუსეთიც იყო უკრაინა. აიღეს ვალდებულება, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. და დავინახეთ, მოატყუეს. ერთხელ მოატყუეს, ორჯერ. ანუ მე რას ვიძახი, იცი რომ ამითი უკრაინის საკითხი გადაწყვეტილია, საერთოდ უკრაინის არსებობის საკითხი გადაწყვეტილია, იმიტომ რომ ამის შემდგომ ძალიან ღრმა კრიზისი წავა უკრაინაში. უკრაინა არასდროს არ დაწყნარდება. ეს გაგიჟებული ხალხი როგორ შეეგუება ამას? რა თქმა უნდა, ზელენსკის ჩამოკიდებენ ფეხებით, იმიტომ რომ მოთხოვენ პასუხს იმ დასავლეთ როგორ გვაომე ტერიტორიები დაგვაკარგინეთ. ეხლა გვეუბნებით არც ნატოში. აბა
ისთვის ლომობდით, ხო? და ამ არეულობის ფონზე იქ ეხლა უნგრეთი თავისაც შეიძლება წაიღოს, იქ პოლონეთი თავისას წაიღებს და საერთოდ ჩამოიშლება ეს ეკონომიკა. ეხლა აღდგენა ვერ მოხდება, ხო? ამ ეკონომიკური აღდგენა ვერ მოხდება უკრაინის. წავა კრიზისი, წავა დაპირისპირებები, წავა რისედაც დაპირისპირებული იყო. ეს არის კატასტროფა. და ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ შენ უნდა იხემძღვანელო შენი ინტერესებით, არ უნდა დაეყნო არც დასავლეთს, არც ამერიკას. ეს არის ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, მაგაზე საუბარი თან ეხლა თქვენ სწორი ბრძანეთ, ვის ესლება უკრაინისტვის იმ დარჩენილი ტერიტორიისთვის. კაპიქს არ ჩადებს არა, რაღაც ვიღაცამ შეიძლება რაღაცა ჩადოს, თუმცა ის რაც ამ მასშტაბის სახელმწიფოს აღდგენას, ეკონომიკურ აღდგენას დასჭირდება, მის ინფრასტრუქტურულ ისევ რა თქვა ფეხზე წამოდგომას. თან წიაღისეული ყველაფერი დაკარგეს. წიაღისეული სახით მიაკრე რესურს გადაკაჩვა ხდება. ანუ რაც იყო ეკონომიკური ფაქტორი წაიღეს. ევროპა თვითონ თანხების მოძიებაშია ეხლა და სამხედრო რაღაც უსაფრთხოების რაღაც სისტემას შექმნას. და შესაბამისად უკრაინის ვის ეცლება მე არ ვიცი და ამ ომის მე დარწმუნებული ყოველ 2 წელიწადში მოხდება იქ გადატრიალებები სხვადასხვა ჯგუფებს შორის, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომელიც ფორმირდება, რა თქმა უნდა, ახალი წესრიგის და ახალი წყობის დამყარების შემდეგ. რაც ალბათ რამოდენიმე თვეში ვიხილავ ჩვენ ამ ყველაფერს, ამ ახალი წყობის სახით, რეგიონალური წყობის სახით. შესაბამისად ახლა ზელენსკის საუკეთესო ვარიანტია ეხლავე შეეცადოს და იმ ჯგუფს, რომელიც მართავს, ჩემი აზრით მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება თუ სადმე, რა ვიცი, უსაფრთხოების ზონას ნახავენ და გაიხსნენ საერთოდ იმ სახელმწიფოში. სხვადასხვა შეთავაზებას ჰქონდათ რამოდენიმე თვის წინ, თუ რამოდენიმე დღეს წინ საფრანგეთში სწხოვდნენ, გადახვეწილი იყო პარიზში, არა ლონდონში, საფრანგეთში, პარიზში. გადასული იყო საცხოვრებლად. ტრამპმა და რუბიომაც, მე მგონი, რუბიომაც დაამატა შემდგომ. ნახოთ აბა საწავა. თუმცა ამის პოლიტიკური მომავალი ზელენსკის და ერმაკის და ამ გარეწრების, რომელსაც ეს ქვეყანა, ამ ხელა ქვეყანა გაანადგურეს, ხო? აი თავიანთი მარიონეტული ბუნების გამო ამათი ბედი რამოდენიმე თვეში გადაწყდება და მათთვის სავალალო არა მაგათი ბედიც და ჩვენ ფიქრობ ამ ჩვენ მოღალატეებსაც უნდა გაუსწორდეთ, იმიტომ რომ ფაქტია რომ აი აქ რომ ჩვენ რომ სლავა უკრაინშიკები რომ მოღალატეებს რომ გვეძახდნენ უკრაინა მოიგებს და ის მე ჩვენსა დავდგებით აი უკრაინა რომ მოიგებს, ვითომ აი ამ გაქცეულ მატარებელს ვინ შეახტება და რა უნდა ჩარტერული რეისები რომ უნდათ რომ დაენიშნათ, ხო გვახსოვთ ბატონო ჩარტერული რეისი თბილისი ხარკოვი და აქედან წავიდოდა ჩვენი ჯარისკაცები, რაზე იყო საუბარი, ხო გვახსოვს არა? ეხა გამოდი თქვენ ნაძირლებო და გაეცით პასუხი ხალხს. აი ამ რამდენი ქართველი დაიღუპა ხო ამ ომში და რამდენი კიდე კითხვის ეხა იმ ალყაში რამდენი ქართველი იქნება კიდე იმ კურსკის ალყაში. ეხა რო თხოვენ ამ პუტინს რომ არ ახლო ხელიო. შეიძლება მაგან უკრაინელებს არ ახლოს, მაგრამ იქ ნაიომნიკებს არ დაინდობს. არ დაინდობს. კი, ძალიან რთული სიტუაციაა. მე უბრალოდ მინდა ძალიან სწორი ბრძანე თქვენ, ხო? აი მეორე ფრონტის გახსნაზე, თუნდაც მე მოხალისეების გადაყვანაზე, გარკვეული ფინანსური დახმარებების გაწევაზე და ასე შემდეგ. და ამის ასე პროპაგანდირებას მე მახსოვს რომ ეს მთელი უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ახდენდა ის პოლიტიკური კლასი, ის ოპოზიციური, ვითომ ოპოზიციური, რომელსაც სურდა ამა თუ იმ ფორმით საქართველოს ჩართვა ამ სერიოზულ კრიზისში, გეოპოლიტიკურ კონფლიქტში ორ სახელმწიფო, დიდ სახელმწიფოს შორის. და რასაც უკრაინა უსრულებდა. და მე ჩემ მოსაზრებას ვამბობ, ქართული ამ ხელისუფლებამ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ უკვე დროა, თუმცა ჩვენ ვიცით რომ საგამოძიებო კომისიები და რაღაცები იქნება პარლამენტში, მათ საწინააღმდეგოდ, ხო? ამიტომ დროა მიხედოს და ეს პოლიტიკური სისტემა, გაწმინდოს უნდა მოღალატეებისაგან. ვინაიდან მომავალში ჩვენ არ ვიცით ხა გლობალური პოლიტიკის ცვალებადია, რამოდენიმე წელიწადში რა მოხდება და როგორ შეიცვლება და ტვისას ამ ადამიანებმა ისევ სხვადასხვა ფორმატში არ მოევლინოს საქართველოს ხელისუფლებაში ისევ. ვინაიდან ამან შეიძლება სერიოზული კრიზისი, ისინი ხო ყოველთვის ეს მარიონეტების სხვისი გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციის შემსრულებლები არიან, მათი ინტერესების გამტარებლები არიან. და შესაბამისად ამან შეიძლება სერიოზულ კრიზისამდე მიიყვანოს მომავალში ღმერთთან უკნას და დღეიდან უნდა დაიწყოს ჩემი აზრით უნდა ეტაპობრივად უნდა დაიწყოს მათი ჩამოცილება პოლიტიკური სისტემით ამ პოლიტიკურ სივსიდან განდევნა გაყვანა უნდა დაიწყოს უკვე ხელისუფლება და მომავალში თავი დავიზღვიოთ ასეთი ტიპის გარეწრები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. დღეს კიდე ბევრს გამოდიან და დღეში რო არიან რაღაც სისულელებით არიან დაკავებულები. არა რა თქმა უნდა და ერთი რამეა რომ
ჩვენ ვართ მართლა გადარჩენილები, ნაციონალები რო ყოფილიყო ხელისუფლებაში, ჩვენ ჩავერთვებოდით მეორე ფრონტში, საქართველოს დაიშლებოდა, დაქუცმაცდებოდა უკრაინის გავსად და ჩვენ საერთოდ გავქრებოდით ახლა რუქიდან რა, არ ვიცი ახლა მე ვფიქრობ რომ ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ვინც არის მეზობლად ყველა მიიტაცებდა ჩვენს ტერიტორიას. ხო, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდი აი მე გეთანხმებით რომ დიდი გამოწვევების წინაშე ვარ ჩვენ და მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებს მომავლისათვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, მე თქვენ დაგემშვიდობებით და იმედი მაქვს შემდგომშიც აუცილებლად ხშირად გვეკნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ძვირფასო ტელემაყურებლებო ამით დაგემშვიდობებით და იმედი მაქვს რომ აი ის გარკვეული პოზიტიური სიგნალები რომელიც მოდის ჩვენს ქვეყანაში და ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა იგივე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ბელარუსთან, რუსეთიდან ისეთი დადებითი სიგნალები და ასევე აგერ ახლა ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა, რაც გამოიხატა ამერიკის ელჩის ვიზიტში, კარგად მოგეხსენებათ ეს ვიზიტი შედგა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე ვფიქრობ რომ ყველაფერი მაინც უფრო დადებითისკენ მიდის და უბრალოდ ჩვენ მაინც ცოტა სიფრთხილე უნდა გამოვიშინოთ რომ შემდგომშიაც რაღაც პროვოკაციებს არ წამოიგოს ეს ქვეყანა. კარგად ბრძანდებოდეთ, შეხვდებით ხვალისთვის საღამოს 9 საათზე ტრადიციულად ერთმანეთს.